დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა შედგა. შეხვედრა ძირითადად უკრაინის თავდაცვის უნარიანობას, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და ომის შესაძლო დასრულებას შეეხო. ტრამპმა განაცხადა, რომ შტატები განიხილავს უკრაინისთვის პატრიოტის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემას. ზელენსკიმ ამ თემას უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის ყოველდღიური რუსული თავდასხმების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ მათ მივცემთ უფლებას აწარმოონ პატრიოტები. ჩვენ მათ ვუჩვენებთ, როგორ გააკეთონ ეს. ეს რეალურად ძალიან რთულია. ქვეყნების უმეტესობა ამას ვერ შეძლებდა, მაგრამ ეს ძალიან ნიჭიერი ჯგუფია. მე ახლახან ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ მათ მივცემთ უფლებას აწარმოონ პატრიოტები. ჩვენ ვამბობთ, მოგცემთ პატრიოტების წარმოების ლიცენზიას. ეს საკმაოდ მაგარი არა? ჩვენ ვუთხარით, დაამზადეთ ისინი თავად. კომპანიისთვის ეს ჯერ არ შეგვიტყობინებია, მაგრამ ეს მოგვარდება. რაც მე ამაში მომწონს არის ის, რომ ეს თავდაცვითია. ეს თავდაცვითი სიტუაცია, განსხვავებით თავდასხმითისაგან. ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი აზრით ზელენსკისაც და პუტინსაც სურთ შეთანხმება. მან ასევე დაადასტურა, რომ ბოლო დღეებში საუბარი ჰქონდა პუტინთან და აპირებს გააგრძელოს კონტაქტები ომის შეწყვეტის მიზნით. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პუტინს ვესაუბრე, იყო ის თუ სად ისურვებდა შეხვედრას. მან მითხრა, რომ მოსკოვში იდეალური იქნებოდა. მე ვუთხარი, რომ ეს იდეა უბრალოდ არ მუშაობს. ჩახვიდოდით მოსკოვში? ეს რთულია. იქ ბევრი უკრაინული დრონია, საშიშია. ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მათი ურთიერთობა თეთრი სახლის სკანდალური შეხვედრის შემდეგ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მე სინამდვილეში ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ. რთული დასაჯერებელი არა, ოვალური კაბინეტიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა განვავითარეთ. ეს არ არის დასასრული. ეს არ არის დასასრული. ეს იქნება დასაწყისი. პრესკონფერენციის დასასრულს კი ტრამპმა დაადასტურა, რომ ანკარაში ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების დასრულებისთანავე გეგმავს პირდაპირ სატელეფონო კავშირზე გასვლას ვლადიმერ პუტინთან, რათა უკრაინულ მხარესთან განხილული პოზიციები მასთანაც შეაჯეროს.